მოგესალმებით მეგობრებო. აი უკვე მესამე ეპიზოდიც გზადდება, გამოვიყენეთ ახლა 124. მიყავს მალიართან. გამოსული ვართ ბიჭობა. და ნახოთ აბა რა სიტყვის მალიარი. Wait, hey! ხდება კახეთის გზატკეცილს. აი რეცხავს ირაკლი თავის მანქანას და მე გავრეცხავთ ჩვენს 124-ს ცოტა მოვიდეს ვიძე. გაირეცხე ჩვენი 124 და ამას ვიზუალზეც მოვიდა, მტვერი არ ხდება ძალიან. მალიარი დღეს არ იყო და სამალიერო საქმე ვერ გავიგით რა როგორ და რანაირად და მალიართან ხვალ მოვალთ კიდევ დღე მეორე ბიჭებო ეხა მიყავს მალიართან ისევ იმედია დღეს დაგხვდება და ზუსტად გიტყვით რა ჭირდება კონკრეტულად ამ დეტალებს რომ შეიღებოს და რამდენი შპაკლი და რა მოგეთ რაღაცეები რა დავიზარით და მივდივართ მალიართან. ვნახოთ რა იქნება და როგორ. მედით ახლა. ხო ირა, მოვედით და ველოდებით მალიართან ველოდებით ალბათ. ის რომ ამ ბიძაჩებს. მოხსენით ახლა ფარი, ახლა მოხსენით ბამპერსაც და კიდე განახებთ დაშლილ მდგომარეობაში. დავშპაკლეთ და ვნახოთ რა იქნება ბოლოს. ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ ჩვენით, დავშკურკეთ, დავაშლიფოკეთ, როგორც იტყვიან. ეხა პირველ პირს შენი ლასტოშკა? მე. ესაც ჩვენია, აგე ჩვენი. ის არა ქვია. პირველი პირის შპაკლი წაუსვით და კიდე რაღაცებს ვაპირებთ და განახევ ყველაფერს. შკურკათ ეხა პირველ პირს და უნდა გადაუსვათ მეორე ისევ. და მე რეცესმა გავშკურდოთ. მაყოლაფერსაც განახეთ. მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით. ძალიან დიდი ქარი არის და არ ვიცი ხ ჩემი ხმა რამდენად კარგად ისმის ვიდეოში. მაგრამ მარტივად გეტყვით დღევანდელი დღის განხილვას მარტივად რო აგიხსნათ, შეგვექნა პატარა პრობლემა ამინდის გამო, იმდენად წვიმიანი და ქარიანი ამინდი იყო. ის შპაკლი რომელიც გუშინ წაუსვით არ გაშრა. რომ დაგვიზუმფარებინა კარგად და შემდეგ მეორე პირი გადაგვესვა, მაგრამ ამ ყველაფერს კარგი პლუსიც ახლავს, მაგრამ დღეს გავხსენით Detailing X Studio, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინც ჰუალინგთან ახლოს ცხოვრობთ, 2 წუთში მოხვალთ აქ, მაგრამ ვარკეთილიდან არ არის შორი ნამდვილად. ამავდროულად გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, მაღალი ხარისხის პოლირებას და მაღალი ხარისხის შიდა full detailings ესე რომ ვთქვათ. დაგიტოვებთ ლინკსაც, დაგიტოვებთ აღწერაში ყველაფერს, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ყველა სოციქსელის, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს Instagram-ი, Facebook-ი და TikTok-ი. დავიწყეთ ახლა დაზუმფარება პირველი პირის და გადავალთ მალე მეორე პირზე.
მეორე პირს წაუცმევთ დღეს დიდი ალბათობით და დღესვე თუ გაჩნდა დღესვე მივაზუმფარებთ იმასაც. და ნახეთ დიტეილიქსში როგორი სტუმარი ყავს. Ford F40. ნახოთ რა იქნება ბოლოს და დღესვე დავაპოლირებთ და განახეთ მაგის კადრებსაც. ესე ჩვენი დიტეილიქსის დაპოლირებული მანქანა. Ცოტა და ასაგებული იქნება შეიძლება მაგის კარგად გამომიშევა. ესე დავაპოლირებთ. აი ამ მდგომარეობიდან მივიყვანეთ აი ამ მდგომარეობამდე. დღეს კი აი ამინდია და დავიწყეთ პირველი პირის აშკურკვა, დაზუმფარება. ეგრეთ წოდებული. უცხოთა შორის ერთმა ბიჭმა კომენტარებში მკითხა რომ რა ფასში აკეთებო, ანუ რა გიჩნდება ეს ყველაფერიო და ვიდეოთი მინდა უპასუხო რომ ანუ ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემით რა. ანუ მინდოდა რომ მიმეყვანა ვინმესთან, მაგრამ უღამი მქონდა რომ ჩემი გამეკეთებინა და ჩემით ვაზუმფარებ, ჩემით ვაკეთებ ყველაფერს რა. შპაკლი, კრასკა და რაღაც ეგეთები 200, ანუ 150-200 ლარი დამიჯდა მაქსიმუმ რა, მეტი არ დამჯდომია. ნუ 400 გრამი კრასკა ვიყიდე. ჩამოვასხმევინე კოდით და შპაკლი პირველი პირი, მეორე პირი და მოკლედ ეგეთი რაღაცეები. დამიჯდა ეგ ფასი რა და დანარჩენს ვაკეთებ ჩემით. შეღებოს ჩემით რამდენად ვიზავ არ ვიცი. მაგრამ თუ შევაღებინე ვინმეს და ჩემით არ შევღებე, მაგის ყველა მაგაზე ანუ მაგ ფასსაც გაგაგებინებთ რა. ნუ ეხა ვისაც საშუალება აქვს რომ დაი ანუ ესეთი ხელსაწყოები რაც ამას ჭირდება კონდეს. დამიჯერეთ რთული არ არის, მარტივი საქმე არის და თან გაერთობით თან თქვენით რო გააკეთებთ სხვა ეფექტი და სხვა მუღამი აქვს რა თქვენ გაკეთებულს რა თქვენი ხელით როცა აკეთებთ და მაგარი გამოდის რა ბოლო ჯამში აი რა გამოვა ბოლოს არ ვიცი, მაგრამ აი მუღამი აქვს მარტივად რო ვთქვა რა და გირჩევთ რა ვისაც საშუალება გაქვთ რომ ნუ თუნდაც ახლობელს აქვს და აპარატი გამოართვათ და თქვენით გააკეთოთ, გაერთობით ძალიან და თან ისიამოვნებთ ძალიან რა. დავაკეთე, ჯერ კიდე დამრჩა ცოტა, მაგრამ აიცა დაგანახოთ ეგე. არა სულ დავიმტვერე. ნუ მოკლედ ეს მალი არის რაღაცეები შპაკლი, მაკლი აზი არა ვარ. ანუ ამ ხელობით არ ვმუშაობ. პირველად ვაკეთებ მეც საერთოდ რა, არავის არ გეგონოთ რომ რაღაც პროფესიონალი ვარ და ჩემით ვაკეთებ და რაღაც. ამ ყველაფერს ახლა იმიტომ ვიძახე რომ ვისაც ყავთ ძველი მანქანა, ჩემი ტოლი ბიჭები ხართ 18 წლის ბიჭები, 19-20 და რაღაც გაკეთება გინდათ, არ უნდა დაიზაროთ და პირიქით უნდა მოინდომოთ და რაღაცა გამოგივათ. ეხლა სულ არ ვიცოდი წეგან ვისწავლე ვაფშე პირველად მიჭირავ ხელში ისა დასაზუმფარებელი ისა რა აპარატი ვაფშე რა. არ დაიზაროთ ბიჭებო, არც გოგოებო და როცა რაღაცას მიზანს დაისახავთ, ყოველთვის მიაღწევთ მაგას რა. ეს პატარა რაღაცა ფილოსოფიური სიტყვები ჩემგან თქვენ რა. მე გადარჩება რა იმას რა ერთელება მე იმას. იმას რა არ აქვს. წაუსვით ახლა მეორე პირი. ამის გაშვებას დავველოდებით და ხვალ დიდი ალბათობით კიდე ამასაც გადავაზუმფარებთ. და მე კიდე ერთ წაუსმევთ. ნუ მოკლედ როგორც იტყვიან რა, როგორც საჭირო იქნება ისე ვიზავ ზუსტად. ნახოთ აბა ბოლოს რო შეიღებება რა გამოვა. ჩემი პეპენო და გალამაზდეს. დავიწყეთ ხელით ჭკურკვა ეხა, გავაცვლით ზედმეტ რაღაცებს კუთხეებში და მე განახეთ ყველაფერს ერთად რა. ვაკეთებ და რანაირად. ეს ხელით ჭკურკვა, დეტალების დამუშავება და იმედია დღეს დავგრუნტავთ. თუ დღეს დავგრუნტეთ, მაგასაც განახებთ ძალიან კაი იქნება ალბათ. ნუ გრუნტში მე უფრო გამოჩნდება სად კიდე პრობლემები სადაა აქ რა, ეს რა ვთქვათ, ანუ ტალღები სადაა აქ მარტივად რა ვთქვათ. მოკლედ გავაფუჭე. მეორე დასაშპაკლი არის აზე, ანუ არ ვიცოდი როგორ მექნა და დავიწყე და თურმე ესენი არ უნდა გამომეჩინა რა, უნდა ყოფილიყო ასე და არა ასე. გავაფუჭე.
აი წეგან რო წინა კადრებში რო ვიძახდი რომ მეთქი არ ვიცი პირველად ვაკეთებ მეთქი და თქვენს თუ მოინდომებთ გააკეთებთ მეთქი აი ეგ ვარიანტია ეხა ზუსტად არ იცით გააფუჭებთ მაგრამ არა უშავს გააკეთებთ მაინც გავაფუჭე და რა ვიცი რამეს ვიზოთ ალბათ რა გამოვასწორებთ რამენაირად ну დღეს ვარ მესულელა ცოტა და ზედმეტად არ გამეშკურკა ეგრეთ ანუ არ დამეზუმფარებინა ზედმეტად და შპაკლი არ ამეძრო როგორც აი აქ არის აი ეს კრასკამდე რო არ ჩავსულიყავი დღეს უკვე დაგრუნტვას შევძლებდით ვაიმე დღეს უკვე დაგრუნტვას შევძლებდით მაგრამ არა უშავს დღეს უკვე ჩემს გაფუჭებულს გამოვასწორებთ და ხვალ დიდი ალბათობით დაუგრუნტავთ და მე ვნახოთ რა იქნება და როგორ და რანაირად ანუ გრუნტში უკვე გავიგებთ სად აქვს ტალღა სად აქვს ზედმეტად გამოჭემული სად არის ზედმეტად ნაკლები სად არის და მოკლედ ესეთი რაღაცეები არ ვიცი ვერ ვერკვევი შეიძლება ხა შეცდომით ვლაპარაკობდნენ ამას მაგრამ რაც ერთი მოსმენით გავიგე და ერთი შეხედვით და ერთი გაგებით ეგრე გავიგე რომ გრუნტს რო გადაუსმევთ გავიგებთ სად არის შეცდომები მანქანაზე ანუ სად არის მოკლედ დეტალები რა სად არის ჩაღრმავება სად არის ამოღრმავება სად არის სწორე და ეგეთი რაღაცეები ну დღეს ამ მანქანას ვერ ვასრულებთ როგორც ეხლა თქვი ჩემ გაფუჭებულის გამო ვეხარ გრუნტავთ და ხვალე დიდი ალბათობით დაიგრუნტება და ხვალეც განახეთ ყველაფერს ჩემთან ერთად გაივლით თქვენს ვიდეოს სახით ეტაპებს რა როგორ იყო რანაირად და როგორ მიდის საქმეები მოგესალმებით მოკლედ დღეს ცოტა ეხა თემიდან გადავუხვევთ და მანქანასთან დაკავშირებით არაფერი არ იქნება დღეს იმიტომ რომ ჩვენი ძმაკაცი მიყვავს თელავში სადაც უნდა ჩააბაროს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა ბილეთებს რასაც ეძახიან რა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და იმედია ჩააბარებს რა იმიტომ რომ მანქანა უნდა და თუ მანქანა უნდა pravats უნდა კონდეს რა აბა ვნახოთ რა იქნება ეხლა ცოტა ხანში მოვლენ მომაკითხავენ ბიჭები და დავგაზავთ თელავი ჯიგრებმა ტექნოლოგიური მანქანა ჩვენი დღევანდელი დღის გმირი კვანერ დღეს აბარებ ო უეჭველი ვითხარ 1-2 სიტყვა мотивация მომზადება ვითხარ შეჭე მომსახიობი შენაღარდა შენ თუ ვერ ლაპარაკე ავი ამის თვითონ მიაქციოთ ხალხო უნდა იშრომოთ ვეჭველი ვა დღეს ფსიქოლოგიური ვიდეოა წინაზე ფსიქოლოგიური კადრები ჩავსვი ძალიან კაი რჩევა მივეცი ჩემი ჭკუით ხალხს და დღეს რამდენიდან რამდენს იღებ 30-დან 30-დან 30 ვნახოთ აბა რა გამოვა ირა რას გვეტყვი შეც 30-დან 30 იღებს კაცი აკი всё მარომ შენ აჰა всё ეს ესე იგი პრავას აბარებს გვარო პრავას რა ანუ ბილეთებს რა მარტივად რომ ვთქვა სილამაზე კომბორით მოვდივართ და ცოტა ხანი გავჩერდით რომ ხედზე გადმოგვეხედა მაგარი ხედია ძალიან რა სიტყვი გვანერ კაია ანუ გავიგეთ რომ აბარებ შეჭე აი თ მივზუმოთ იქით მოდი რა გინ დაუჯეროთ და ახეთ ვიჯო რამთები ით საერთოდ ვარ ეხა შევა იმედია ჩაბარებული გამოვა გვარო აშო ველოდებით 12 საათს რო შევუშვათ გვარნერად და ჩააბაროს და გამოვიდეს და თქვას რომ ჩავაბარეო ხო ეგრე იქნება რა ხო გამოხვალ და იტყვი ჩავაბარეო მოკლედ მეგობრებო დიდი ბოდიშის მოხდით კიდევ ამ ვიდეოში კიდევ ერთხელ ეს ვიდეო უნდა დასრულდეს აი აქ ამ მომენტში რადგან უშუქობის გამო ვეღარ ვახერხებთ მანქანის ვერც დაზუმფარებას ვერც შეღებვას დაგრუნტვას ნუ მოკლედ რა ვეღარ ვახერხებთ მანქანის ბოლო ეტაპზე მიყვანას და დასრულებას იმიტომ რომ ბოქსებში სადაც მუშაობთ
შუქი არ არის დღეს მთელი დღეა რა და არ მინდა რომ ვიდეოს დადება ძალიან დიდხანს გამეწეოს და აქ დაგემშვიდობებით მესამე ეპიზოდში. იმედია კარგი ვიდეო იყო და იმედია მოგეწონათ, ვინც ბოლომდე დარჩით, ძალიან დიდი მადლობა. და არც თუ გამოიწერთ და დაალაიქებთ ვიდეოსაც, ძალიან კარგი იქნება, ძალიან დიდი мотиваცია არის ჩემთვის. ნუ როცა შენი ოცნების მანქანა ყავს და აწყობ და ეს ყველაფერი ხალხსაც პოზიტიურად მიაქვს გულთან და პოზიტიურ კომენტარს გიწერს, ეს ყველაფერი ნებისმიერი ადამიანისთვის სასიხარულოა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თქვენ. ძალიან ბევრი კომენტარი იწერება, ძალიან ბევრი ადამიანი წარმატებებს მისურვებს და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ნახვამდის და მოკლედ შემდეგ ეპიზოდში ეს მანქანა იქნება შეღებილი, გამზადებული და სადმე წავალთ. ნუ პატარა განხილვას, პატარა ტესტ დრაივს, ესე რომ ვთქვათ, გადავიღებთ რა მარტივად რომ ვთქვა. აბა ნახვამდის.